მოდით ვილაპარაკოთ რა არის ახლა თქვენი როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლის და პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილს წარმოადგენთ ეგრეთ წოდებულ რვიანს თქვენი მთავარი დღის წესრიგი აი ამ მოცემულობაში რომელშიც ახლა ვართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რაღაცა ხაშკარად ვატყობთ. წერები შემოგვეჩვიენ და რაღაც კომფორტს უქმნიან სტუმრებს. თავარი ამბავი ბუნებრივია. ეხლა ყველას გვაქვს ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის თავს. ივანიშვილმა საბოლოო ჯამში მიაღწია იმას, რომ სრული იზოლაციისკენ მიყავს ეს ქვეყანა და მოკლედ ის რაც ჰქონდა ალბათ წლების წინ ჩაფიქრებული, გეგმაზომიერად მიდიოდა ამისკენ, ეხლა მიყავს ბოლოში სრულ იზოლაციაში გვაქცევს. ყველამ კარგად ვიცოდით, ალბათ კარგად ესმოდა ჩვენს ევროპელ მეგობრებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირად არ იყო იმ რეკომენდაციების შემსრულებელი, რომელიც ვადაც მას 31 აგვისტომდე მისცეს, ეხლა ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, ქართულ ხალხზე. პოზიციები არის ძალიან ნათელი. ევროკავშირს აქვს თავისი წესები, ევროკავშირში ამ დიდ ოჯახში ყოფნას აქვს, რა ვიცი, ბუნებრივია რაღაცა თავისი მოთხოვნები. ქართველი ხალხი არათუ მზად არის ამ მოთხოვნების შეასრულებად, არამედ რა ვიცი, თავისი ისტორიით, ბუნებით, კულტურით დიდი ხანია აქ არის, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, სადაც ნორმალური ცხოვრებაა, სადაც მშვიდობა უნდათ, კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ეხლა ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, ქართულ ხალხზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და რეჟიმს ჩამოვართვათ ძალაუფლება, რომელიც აქვს მიტაცებული ამ ქვეყანაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება შეაძლებლობა კიდევ ერთხელ მეორე ვიცხოვროთ გრძელვადიანი პერსპექტივით. აი როგორ უნდა მოახერხოთ ეს ყველაფერი დღეს მთელი დღის განმავლობაში და ამ დღეებში, როცა ეთერი მიმყავს ძალიან ბევრი არა პოლიტიკოსი, ოპოზიციის ამომრჩეველი აქტიური მოქალაქე საუბრობს თავის იმედგაცრუებაზე ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მიმართ. აი მესმის რომ ხელისუფლება უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს, ისეთი ვთქვათ გვინავი ფრაზა შეიძლება კარგად ისმინება, მაგრამ ეს რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ? ეს ხო, რა ვიცი, სწორად ეს ისმინება და მგონია რომ ესეც აუცილებლად არათუ უნდა მოხდეს, არამედ მოხდება კიდეც. იმედგაცრუებაზე მინდა ორი სიტყვა თქვა. ოდესღაც ყველა ხელისუფლება ამთავრებს, მაგრამ აი რა ნახეთ დედლაინების პოლიტიკაზეც ვლაპარაკობთ, აი რაღაცნაირად ნიშნები გჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მალე სრულდება, ხო? ამაზე ვსაუბრობთ ალბათ, რა უნდა მოხდეს. თქვენ რა უნდა თქვენ რას აკეთებთ? თქვენ რამდენად ხედავთ ოპტიმიზმს ან ასე ვთქვათ საზოგადოებაში აი განცდას, განწყობას, რომ მოყვებიან და სად უნდა წამოყვნენ? აი თქვენ სად მიდიხართ, რომ ისინი წამოყვნენ? პირველ რიგში იმედგაცრუებაზე მინდა ორი სიტყვა თქვა. რუსული ტიპის რეჟიმებთან ბრძოლის დროს, ხო, მთავარი არის იმედის არ დაკარგვა, რა თქმა უნდა და ნიჰილიზმში არ გადავარდნა. ეს ისეთი ტიპის ბრძოლა ეხა ქართულ ხალხსა და რეჟიმს შორის, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ის, ვინც იმედს არ დაკარგავს და ნიჰილიზმში არ გადავარდება. და პირიქით, აქეთ ხარ, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვარ, ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ უიმედო განწყობაში. უნდა იყოს რეჟიმი და მისი ერთი მუჭა მხარდამჭერები. ერთი მუჭა მხარდამჭერები ყავს ხელისუფლებას? მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდ, არა მხოლოდ მე მიმაჩნია, კაცო, ყველა კვლევებით, ყველა განწყობებით, რაც ირგვლივ არის, ეს ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმს ბევრად უფრო ნაკლები უჭერს მხარს ამ ქვეყანაში, ვიდრე მას ეწინააღმდეგება და ეს კიდევ ერთხელ მეორება, არა მხოლოდ კვლევებში ჩანს და არა მხოლოდ განწყობებში ჩანს. ძალიან თვალნათელია და ხელშესახებია ეს ყველაფერი. ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოოდ თქვა, რომ ის ამ ქვეყნის მომავალს არ უყურებს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. არ ვიცი, ჩატარებულა ოდესმე ამ ქვეყანაში კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი, ანუ ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელ რუსულ იმპერიალებს შორის არჩევანის დროს ივანიშვილსაც რომ კითხოთ ის იტყვის, რომ მე ცივილიზებულ სამყაროს სადღაც საღიაზრე ხო არსებობს ბოლო-ბოლო, ხო ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ივანიშვილი ცივილიზებულ სამყაროს კი არ ირჩევს. არაფერი რო არ გააკეთოს, ეგ კიდე სხვა ამბავია. პირიქით საწინააღმდეგო ამბებს აკეთებს ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან მისასვლელად. აი ეს უკვე თვალნათლად კარგად მით უმეტეს კარგი პირობებია იმისთვის, რომ ცვლილებების მოსურნე ადამიანებთან ერთად მეტი შედეგი დადოთ და აი სად არის ახლა ეს გზა, სად ხედავთ ახლა ამ მოცემულობას, რომელ თარიღს უკავშირდება, იმიტომ რომ მაგალითად თქვა თქვენს შემდეგ იქნება ლელოს წარმომადგენელი იმისთვის რაღაც 4 ოქტომბერია თარიღი,
გარკვეული ლიდერთა ჯგუფისთვის არის ასევე 4 ოქტომბერი, მაგრამ სხვა მნიშვნელობით, რაღაც რევოლუციური თუ დამხობის სცენარზე ლაპარაკობენ. აი თქვენ რა გზაზე და რა თარიღზე ხართ მიბმული? ორი სიტყვით მაინც ვიტყვი, რა მაძლევს იმედს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლასთან ძალიან ახლოს არის. ის რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა უკვე ძალიან მკაფიოდ უთხრეს ივანიშვილს ყველაფერი რაც იყო სათქმელი. მზადდება სანქციები, ეხლა არის ხო საუბარი უახლოეს პერიოდში ბრიტანეთის მხრიდან, მეგობარი აქტი ევროკავშირის სხვა ლიდერი ქვეყნების მხრიდან ასევე. ანუ ბოლო დეპოზიცია რაკეთდება ეს სხვა თქვენ აქ ადგილზე. მეჩნია რომ ეგ არის მათ შორის პოლიტიკური პარტიების და ქართველი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება, როცა ყველანს კარგად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რეჟიმთან და არა ქართველი ხალხის არჩევანთან. აქ ის კი არ არის, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა ავირჩიეთ ესეთი ხელისუფალი და ესე გვინდა ცხოვრება, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი, კობახიძეები თუ ვიღაცები ამბობენ. არამედ ეს არის რეჟიმი და ეს ვაჩვენეთ ძალიან კარგად. ხო, როგორ ვაჩვენეთ? არ თანამშრომლობით და წინააღმდეგობით მასთან. პარლამენტში არ შესვლით, რა ვიცი, ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებში არ გასვლით და მინდა 2-20 სიტყვა ლეოსთან დაკავშირებითაც თქვა. რაზეც კიდევ 2-20 სიტყვა აქვე. იმ წინააღმდეგობით, რომელიც გასწიეს სინდისის პატიმრებმა, იმ წინააღმდეგობით ასევე და არ თანამშრომლობით, რომელიც გასწია პოლიტიკურმა პატიმრებმა, ხო? წულუკიანის ამ ეგრეთ წოდებულ კომისიასთან არ თანამშრომლობა ფასია იმისა, რაც გადაიხადეს პოლიტიკურმა ლიდერებმა და ციხეში არიან და იქედან აგრძელებენ ბრძოლას და ამ ყველაფერს აქვს შედეგი. ხო, ეს განცხადებები თუ განწყობები მათ შორის ეს ლიდერები აქ გვერჩივნა რაღაც მოქმედებაში და არა საპატიმროში და იქნებ ნებისმიერ კომისიაზე მისვლა არ მისვლის საკითხზე უფრო ძვირფასი ყოფილიყო ეს ხალხი ახლა თავისუფლებაზე. კითხვები ხომ? კითხვაც კი ბატონო, რა თქმა უნდა არის ლეგიტიმური, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მათ იქ ყოფნას დღესაც არიან. აქვს მნიშვნელოვანი ფასი და როლი ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვარ და ამან მოიტანა მათ შორის კონკრეტული შედეგები. ის რომ ქართულ ოცნებაში შიგნით არის რყევა ძალიან ხელშესახები და თვალსაჩინო, ხო? მე არ გულისხმობ მხოლოდ რიჟვაძის ნაწილს, ხო? იქ რაღაცა სუსის უფროსი, რომელიც რამოდენიმე 4 წელს დანიშნულ, 3 თვეში იქნება თანამდებობიდან, 6 წელი და 4 თვეში იქნება თანამდებობიდან და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით მათ აქვთ პრობლემა. ეხლა უბრალოდ საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება, არ თანამშრომლობისა და წინააღმდეგობის. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ 4 არ გარიგდა, ხო, მნიშვნელოვანია და ეს არ გარიგების ფასია მათ შორის. იმისა, რასაც იხდიან ეხლა ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, 4-დან 3 ლიდერი კოალიციის მანდატის არაღება, ეს არ გარიგების ნაწილია. და ლეოსთან დაკავშირებით, კარგია, თუ ჩემს მე გეყოლება სტუმარი და იქნებ მკითხოთ, გუშინ ერთ-ერთ მათ ლიდერს უსმენდი, სადაც ის ამბობდა, რომ ჯერ ერთი ამ რუსულ სპეცოპერაციაში ტყულში მონაწილეობა, ну მინიმუმ ღრმა შეცდომაა ჩემი აზრით და ეს არის მაშველი რგოლი ივანიშვილისთვის გადაგდებული, რომელსაც სხვათა შორის მართლა ეგრე წარმოუდგენია, რომ 4 ოქტომბერს ის შეძლებს სიტუაციის ნორმალიზაციას, აჩვენებს თითქოს მსოფლიოს ოქტომბერს თქვენ იტყვით, რომ ნორმალურია უკვე სიტუაცია. არა, არ ვიტყვით და იმისთვის რომ ეგ არ ვთქვა. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ეს ვერ შეძლოს. ამისთვისა, რა ვიცი, თაკარასიცხეშიც მათ შორის აქციები თბილისსა, ბათუმში და ასე შემდეგ. ამისთვის არის 13 სექტემბრის აქცია გაგეგმილი და რა თქმა უნდა ასევე მივალთ ყველა აქციაზე, რომელიც დაინიშნება და იქნება გულწრფელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლეოსთან დაკავშირებით უცებ არ გამომჩეს. მათი ერთ-ერთი ლიდერი ამბობდა, რომ გაყალბებული არჩევნების მიუხედავათო გაყალბებული არჩევნების მიუხედავად რა მანდატსაც დაგვიტოვებს ქართული ოცნება, ჩვენის უნდა ავიღოთო და საკრებულოებში და შევიდეთო. წარმოუდგენლად რომელთ სადუსმე ჩვენ თაზე დათუნაშვილმა გუში გააკეთა ეგ განცხადება ერთ-ერთ თუ არ ვწევი ფორმულაზე და ალბათ ლეოს წარმომადგენლებს დღეს ეგეც უნდა კითხოთ. მართლა ეგრე ფიქრობენ? ამიტომ დატოვეს პარლამენტში მანდატები, ამიტომ იბრძოლა ხაზარანი და ჯაფარიძემ, ამიტომ ფორმულირებას ვერ ვიხსენებ. ამიტომ წავიდნენ ციხეში, რომ ეხა რაღაცა იმაში რა ქვია, ჩხოროწყუშსა თუ წალენჯიხაში დიდ პატივს ვსვენ ყველა რაიონს და ზოგადად რა თქმა უნდა, ყველა თვითმმართველობას დიდ პატივს ვსვენ, მე თვითონ ბევრი წელი მუშაობდი თვითმმართველობაში, მაგრამ იქ აღებული 1 და 2 მანდატი არის, ეხლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ არ თანამშრომლობა მასთან და მუდმივი წინააღმდეგობა, რამაც უკვე ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. სამწუხაროდ მე მათ შორის ამ ხალხის განცხადებებშიც ვეღარ ვგრძნობ იმას, რომ რამის გამოგლეჯვას აპირებენ. მათ შორის გახარია, რომელიც დღეს ორი სიტყვით გახარიაზეც და მორჩებ, ეგ. მე შეიძლება გავიგო, რატო არ ჩამოდის გიორგი გახარია საქართველოში, ხო? მესმის მას, რა თქმა უნდა, ემუქრება ციხე და ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ქართველი ხალხი და ბოლო-ბოლო მისი მხარდამჭერები სულელები ხო არ გონიათ. როგორ შეიძლება იმ ტიპის განცხადებების კვეთება, რომ ეხა გერმანიაში აქვს მაგ ბევრი საქმე და მხოლოდ ამიტომ იღებს ბინადრობის მოწვევას და არ ჩამოდის საქართველოში. მეტი გულწრფელობაა, მოკლედ საჭირო ყველა მიმართულებით. აი, თუნდაც გახარია, რომელიც ეხა მანდატს აიღებს სადღაც რომელიღაც საკრებულოში 1 ან მაქსიმუმ 2-ს. რა სიტყვის საქართველოს პარლამენტში არ შევალ თუ აჭარის უმაღლეს საბჭოში და მანდამაიც შვა
ახევისა თუ ხულოს საკრებულოს წევრები გახვდებით, ხო? რაღაც თანმიმდევრულობა ხო უნდა გქონდეს. კი ბატონო, მე ამ თანმიმდევრულობის დილემაზე ვუსვამ მათ შეკითხვებს, მაგრამ თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ ამბობთ, რომ მათი არჩევნებში წასვლა სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს და კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, როგორ შეუწყობს თუ ამბობთ, რომ 6 ოქტომბერს ან 5 ოქტომბერს თქვენ არ იტყვით, რომ სიტუაცია ნორმალიზებულია? იტყვით? არა, მე ვამბობ, რომ ეს არის მცდელობა. ივანიშვილის ნორმალიზების საშუალება მიეცეს. ამას არა მხოლოდ მე ვამბობ, ევროკავშირის რეზოლუცია ამბობს, ასევე მინდა კარგად გაახსენოთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში. ეს არის ჩემი აზრით მაშველი რგოლი გადაგდებული ივანიშვილისთვის და რომ არა, ქართველი ხალხის რუსთაველის ქუჩაზე მდგარი მართლა გმირების, საქართველოს სხვა ქალაქებში აქციაზე გამოსული გმირი ადამიანების დაუღალავი შრომა, ყოველდღიურად გადაკეტილი რუსთაველი და ბრძოლა და წინააღმდეგობა მათ შორის ქუჩაში და ყველგან და ყველა ფრონტზე განსაკუთრებით ბუნებრივია სინდისისა თუ პოლიტიკური პატიმრების ბრძოლა. ხო, ეს მისცემდა ივანიშვილის ნორმალიზების საშუალებას. მაგრამ იმიტომაც რომ განსაკუთრებით დაინახა თქვენ რაღაც ისეთ აქტიურობას ჩადიხართ ახლა, რომელიც ამ ორ ადამიანს უნდა რომ ივანიშვილის მაშველი რგოლი ეს თქვა ჩამოიცვას და ამას ხელს უშლით, ანუ ვერ მოახდენთ, ნორმალიზება უნდათ და ვერ მოახდენთ. მე როგორც ეს კარგად ვერ ახსენე. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ამ ეგრეთ წოდებულში რეალურად კი ყულში, რა ვიცი, რუსულ სპეცოპერაციაზე თუ კრიმინალურ არჩევნებში. რატომ არის? ყველა არჩევნები ეგრეთ წოდებული. 2024 წლის არჩევნები რატომ არ იყო ეგრეთ წოდებული? როგორ შეიძლება თქვენ შევადაროთ 2024 წლის არჩევნები, რომელიც ტოტალურად იქნა გაყალბებული და გათვალისწინებული არჩევნებია 2025 წლის არჩევნები. როცა ჩვენ არა მხოლოდ ჩვენ თქვით, არამედ ამაში გვეთანხმება ჩვენი, რა ვიცი, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და ძალაუფლება მიტაცებული. მოსახლეობის უმრავლესობა სად ხელშესახებად ყველგან ეს იკითხება მათ შორის ყველა კვლევასა და განწყობაში. როცა ამ არჩევნების შედეგები არც ერთმა საერთაშორისო თუ სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენმა და პირველ რიგში ბუნებრივია გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს. როგორ შეიძლება ამის შემდეგ თქვათ რომ გვაქვს თქვენი გუნდის წევრები, როგორც 2024 წელს არც არალეგიტიმურად გამოუცხადებათ, არცლე, ანუ ეხლა ისიც მათ შეჩერებული აქვს. ევროპის საბჭოს ასამბლეის ბოლო განცხადება იყო, გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები, ჩაატარეთ ახალი არჩევნები, თორე შეგიწყვიტავთ ევროსაბჭოს რაღაცა ასამბლეაზე წევრობის უფლებას. ანუ ნახეთ, ძალიან კაფეო განცხადება იყო გაკეთებული. ესეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ჩაიწერა ევროკავშირის ლამის ყველა რეზოლუციაში. ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს ჩვენი ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროკომისიას, რომელსაც მოთხოვნები აქვს ახლა უვიზოსთან მიბმული, იქ ახალი არჩევნები არ წერია, ეს არ ნიშნავს, რომ აქ ახალი არჩევნები არ უნდა მოითხოვოთ და ეს შეიძლება განცხადება მოგიტანეთ, რომელიც შედარებით ბოლოს იყო გაკეთებული, მაგრამ შეიძლება ანუ რაზე ვდაობთ, ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ თუ არა არჩევნებს და აქვს თუ არა ურთიერთობა რეზულტატთან. ხო, ყველა ვიცით რომ არა აქვს, ხელსაც არ ართმევენ. ჩვენ იმაზე ვდაობთ, უბრალოდ ვცდილობ შეგეკამათოთ კი არა და კი მეტი ინფორმაცია მივიღოთ თქვენგან, რითი ასკვნით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სახელით, როცა ლაპარაკობთ, ეს სად გამოჩნდა არჩევნების გაყალბების თაობაზე აქციები რომ წამოიწყეთ, იქ რაოდენობით თუ რითი. მე მაგალითად, როცა ამაზე ვლაპარაკობთ, შემიძლია მოვიყვანო იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა, ერთ-ერთი ბოლო კვლევა, სადაც ლეგიტიმაციის თაობაზე დასმულ კითხვაზე თითქმის თანაბრად 42-40-ზე თუ 44-42-ზე იყო ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის თემა. ანუ თანაბრად იყოფა ამ თემაზე აზრები მოქალაქეებში. აი ამიტომ ვამბობ, სულ მაქვს თქვენი გუნდთან, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის სადავო ლეგიტიმაციის მთავრობა, იმიტომ რომ ნაწილს ის ლეგიტიმურად მიაჩნია, ნაწილს არალეგიტიმურად და ამიტომ უცნაური ამბავია, ჩემი აზრით, თუმცა ის რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არალეგიტიმურად მიაჩნია, მხოლოდ ამ კითხვაში კი არა, სხვა ბევრ კითხვაშიც, მათ შორის ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილის ჩატარებულში ნათლად შეგვიძლია ეს ყველაფერი ამოვიკითხოთ. ის რომ კრიზისია ქვეყანაში, ამას რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, ის რომ კრიზისის პოლიტიკურ კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი გზა რიგარეში არჩევნებია, ის რომ არჩევნების მიმართ ნდობა არ არის. დარწმუნებული ვარ, რატო აღწევთ? ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების გარეშე არაფერი ვერ შეიძლება. როდემდე შეიძლება თქვათ, რომ აი თუ აქამდე ვერ მივაღწიეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ფუჭად ჩაიარა ჩვენმა ბრძოლამ. რაღაც არის, იმიტომ რომ შეიძლება ასე 2028 წლამდე მივიდეთ და ჩაინიშნება არჩევნები და შეიძლება თქვათ, რომ აი
როდის? მე მჯერა რომ ეს არ იქნება არა თუ 2028 წელი, არც პირიქით, ბევრი წელი არ დაჭირდება ამას და იქნება მალე, რატო? იმიტომ რაც ხდება ირგვლივ. კონკრეტულ თარიღებს აქ ვიღაცები თარიღებსაც ამბობენ, როდის მთავრდება რეჟიმი და ასე შემდეგ. მე არ ვიქნებოდი ის კაცი, ვინც ამ რაღაცა თარიღებს ჩამოეკიდებოდა. არავინ იცოდა მაგალითად 23 ნოემბერს მოხდებოდა რევოლუცია საქართველოს დედაქალაქში თუ 6 მაისს მოხდებოდა. მეც არ მომწონს თარიღებზე ჩამოკიდება, მაგრამ ის რომ მოხდებოდა იყო გარდაუვალი კრიზისის ციკლი, როდის შეიძლება ჩათვალოთ, რომ რაღაც ამ ბრძოლამ შედეგი დადო, აი ამიტომ გეკითხე. ეს არის ბრძოლა, რომლის, ესე ვთქვათ, შეწყვეტას და გაჩერებას ვერ მოხდება. ივანიშვილის მთავარი სურვილი ოცნება, რა ვიცი, დახარჯული ფული, დრო და რესურსი მხოლოდ ამისკენ იყო მიმართული. აი ახლა ახალი წელი მოვა და ყველაფერი დასრულდება. აი ტრამპს აირჩევენ და ყველაფერი დასრულდება. აი რაღაც ზაფხული მოვა და ყველაფერი დასრულდება. ეხლა მიაჩნიათ, რომ ეს რაღაც არჩევნები ეგრეთ წოდებული ჩატარდება და თითქოს ყველაფერი დასრულდება. ვერ დასრულდება ესე. ეს არის იმ მასშტაბის ამბავი ჩვენ ქვეყანაში, სადაც უკან დახევა უბრალოდ არის წარმოუდგენელი. ხალხო დიანა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპა და ამერიკა არის სუდიო. და მეორე მხარეს მხოლოდ რუსეთი, არ ვიცი, ჩინეთი და ირანი რჩება და ეს არის უკეთესიო. ამას გვეუბნებიან იმ დროს, როცა რეჟიმის წყარო მაღალჩინოსანთა, რა ვიცი, ორსული მეუღლეები ევროპასა და ამერიკაში მიდიან სამშობიაროდ, რომ ბავშვებს კონდეთ იქაური მოქალაქეობა. და რამდენი არის, ხო ესეთი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ცუდია იქ ყოფნა, არა და თავიანთი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია. მათთვის ხო, ნახეთ ეგ არის, მე როგორ შეიძლება ეგ შევარჩინოთ? ოჯახებზე, ტრადიციებზე გვესაუბრებიან, არასრულწლოვანთა დაცვაზე, ჯერ ერთი ცოტა ხნის არასრულწლოვანებს ურეკავდნენ, იმ ხალხის შვილებს ურეკავდნენ, ვინც აქციაზე იყო და აგინებდნენ, პირდაპირ მნიშვნელობით აგინებდნენ, იმიტომ რომ შეეშინებიათ ეს ხალხი. ამ ხალხს რა ოჯახზე ღირებულებაზე და რაღაც არასრულწლოვანთა დაცვაზე აქვს, შეუძლიათ ისაუბრონ, მაშინ როცა ყოველდღიურ რეჟიმშიც კი, აი ეხლა მე და თქვენ რო ვსაუბრობთ. ამ დროსაც არ ვიცი, ალბათ მიდის რომელიმე ოჯახის წარმომადგენელი ქართული ოჯახიდან ემიგრაციაში, ან რა ვიცი, ფიქრობს რომ წავიდეს და რაღაცა ტექნიკურ დეტალებს აგვარებს. ეხლაც კი და სად მიდის ეს ხალხი? ეს ხალხი მიდის ევროპასა და ამერიკაში. სადაც უკეთესი ცხოვრება. არსებული რეალობის დახასიათება არ ეშლება არავის, მაგრამ რაღაც უფრო მეტი თქვენი პოლიტიკური გეგმების თუ ამოცანების თუ გზის შესახებ გითხარით. რომელ თარიღს, მაგალითად 4 ოქტომბერს რომელ ნაწილში ხედავთ თქვენ თავს? არჩევნებზე არც წახვალთ და რომ არ მონაწილეობთ ცხადია, მაგრამ არც წახვალთ ალბათ, იმიტომ რომ სხვასაც ამისკენ მოუწოდებთ. წახვალთ თუ არა იქ რაღაც მეორე ჯგუფის მცდელობაა, რომ რაღაც 4 ოქტომბერი რაღაც რევოლუციური მოძრაობის დასაწყისად და დასასრულად იქნეს ერთბაშად აღებული. იქ იქნება თქვენი ადგილი, თუ აი სად იქნება არჩევნების მერე რა გეგმა გაქვთ? აი რაზე იმიტომ რომ რუიანზეც ეხლაც ითქვა, რომ ეს რუიანი საარჩევნო არისო, ანუ უпростоრად ბოიკოტი და ანუ 5 ოქტომბრის შემდეგ ის ისედაც ეხლაც კარგავს მაშინ აზრს, იმიტომ რომ არჩევნებში რომ ძგინდოდეთ, ეხლა ვეღარ დაეწევით ამ საარჩევნო მანქანას. იცით რა არის? არ ვიცი რატო კარგავს რუიანი აზრს ან ეხლა ან თუნდაც 4 ოქტომბრის შემდეგ. იმისთვისა რომ არჩევნებში არ შევიდეთ, ხო, ვეღარ შეხვალთ არჩევნებში, დამთავრდა. იქნა ეს პლატფორმა, სადაც საუბრობდით არა თუ არჩევნებში არ შესვლაზე, არამედ რა ტიპის კამპანია უნდა ყოფილიყო წარმოებული ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების წინააღმდეგ და ამის შემადგენელი ნაწილი იყო ის აქციები, რაც ჩატარდა ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ ამ ზაფხულის განმავლობაში. სად ვიქნებით და 13 სექტემბერს ვიქნებით აუცილებლად რუსთაველზე და მჯერა რომ ვიქნებით ძალიან ბევრი. თესეუდან მარში იქნება რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც პირდაპირ ეხება სავიზო საქმეს. ბევრი მარში გვინახავს ამ ისევე როგორც ვართ ყოველდღიურ რეჟიმში. ვიქნებით ყველა დიდ აქციაზე, რომლის ორგანიზატორებიც ვიქნებით. ვიქნებით იმ აქციებზეც, რომლის ორგანიზატორები ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ გჯერა რომ გულწრფელი პროტესტი არის რეჟიმის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში წნეხით ქუჩიდან, წინააღმდეგობით, საპროტესტო აქციებით, საერთაშორისო მხარდაჭერით და რეჟიმის რყევით მიიღწევა ის გამარჯვება, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც გვაქვს და რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება. წნეხი ქუჩიდან ბიძინა ივანიშვილზე ძალიან კაფიო საერთაშორისო მხარდაჭერა კონსოლიდირებული, რომელიც გვაქვს და მჯერა რომ შემოდგომაზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მორყეული ქართული ოცნების რეჟიმი, რეალურად კი რუსული რეჟიმი, რომელიც რა ვიცი, ყოველდღიურ რეჟიმში თვალნათლივ ჩანს, რომ კი ბატონო, თუ სწორად აღარ გვაქვს დრო, მაგრამ თუ სწორად მივხვდი, გეგმა არის ასეთი. თქვენ იაროთ თქვენი გზით, ამ დროს თქვათ გარეწნეხი, შიდაწნეხი და თავად რყევები და სისუსტეები და სადღაც ეს ფაქტორები
შედეგს დადებს, გადაიკვეთება. გადაიკვეთება. რეჟიმის მაგრამ ეს არ ვიცით დროის რამონაკვეთში იქნება. ხელისუფლების რეჟიმის რყევა თავის დარმოხთარა და ეს მოიტანა სწორედ ართანამშრომლობამ, არაღიარებამ და წინააღმდეგობამ მასთან. ეს არის გასაგრძელებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ არის შედეგის მომტანი. პროტესტი ქუჩაში, საგარეო წნეხი ივანიშვილზე, ორგანიზებული პროტესტი გულისხმობ ქუჩაში არის მთავარი ფორმულა, რომელთა ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს არაერთხელ მოხდარა, მათ შორის საქართველოს უახლეს ისტორიაშიც შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ და მადლობა დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მადლობა. წარმატებებს ვისურვებთ. რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი რამე ხომ არ დაგჭათ კიდევ ლელოზე სათქმელი. არა, გარეთ ვეწყვილ. კი ბატონო, მადლობა. გიორგი კირთაძე იყო ჩვენი სტუმარი.